მათი ჯოჯოხეთის დასაწყისი. რა თქმა უნდა ჩვენ იმიტომ პარლამენტში რომ ვამხილოთ მთავრობა იმ შეუსრულებელ დაპირებებში რომლებიც მათ გააჩნიათ და მივუთითოთ თუ რა უნდა გააკეთონ იმისთვის რომ ქვეყანა წავიდეს წინ და ეს იყო მხოლოდ ცივი ეპიზოდი ასეც კიდევ ბევრს ნახავთ თქვენ ეხლა თქო უნდა ჩემი მხრიდან ჯოჯოხეთის თემა ეს ფიგურალური თემა იყო ეხლა იქ გოგირდის სულს ვერ დავაყენებთ მაგრამ ისე რა თქმა უნდა ძალიან ბევრ თემაზე გვექნება უმწვავესი შეფასებები და კრიტიკა ეს ნაწილი იყო მხოლოდ რა თქვენ დღეს მოისმენთ დღეს ერთი რამე გამოჩნდა ძალიან ნათლად ეს არის იგივე გუნდი რომელიც ბოლო 4 წელი მართავდა ქვეყანას რომელმაც ეს ქვეყანა შეიყვანა იმ კრიზისში რომელშიც დღეს იმყოფება საუბარია ეკონომიკურ კრიზისის პირველ რიგში და ნიშანდობლივია ის რომ ამ ჩვენი შეხვედრის დროს უმცირესობისა მთავრობის კანდიდატებთან ლარი დაეცა ისტორიულ მინიმუმზე 2 და 5-ზე მივიდა რაც ნამდვილად არ მახარებს მაგრამ ნიშანდობლივია რომ ესეთი რაღაც მოხდა სწორედ აი იმ წუთებში როდესაც ჩვენ გვქონდა ეს დისკუსია ამიტომ ესეთი მწვავე შეფასებები და კრიტიკა იქნება ჩვენი მხრიდან რეგულარულად ეს არის მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისი რა თქმა უნდა ბატონო სერგი დღეს ყველაზე მეტად ყოველ შემთხვევაში რაც მე შევნიშნე თქვენი შეკითხვებიდან მომავალი პრემიერი გააღიზიანა ერთმა კონკრეტულმა გზავნილმა და არაერთხელ იქნა გამეორებული ეს თქვენი მხრიდან რომ ის არის ნომინალური ფიგურა ითქვა ისიც რომ მისი წონა ნულია გუნდში და რომ ამის შესახებ საუბრობენ საქართველოში აკრედიტებული ელჩებიც შეგიძლიათ დაგვიკონკრეტოთ ვინ საუბრობს ამაზე უებრივი არა მაგრამ მე შემიძლია გითხრათ ნამდვილად დასტუროთ ის რომ ეს არის საკმაოდ გავრცელებული შეფასება როგორც საერთაშორისო ისე შიგნით არსებულ წრეებში ამას არ ჭირდება მაინც და მაინც რაღაც საერთაშორისო დადასტურება ეს არის მე მგონი ყველასთვის ძალიან ნათელი საქართველოს მოქალაქეებისთვის პირველ რიგში რომ ჩვენ გვაქვს საუბარი მთავრობაზე რომელიც ერთი კონკრეტული ადამიანის მიერ არის ხელდასმული და როგორც ღარიბაშვილის წასვლა მოხდა თანახმად იმ კონკრეტული ადამიანის ბიძინა ივანიშვილის სურვილისა ასე იქნება ამ შემთხვევაში მეგონი არავის ეჭვი ამაში არ ეპარება აქ კიდევ ერთხელ პიროვნულ შეურაცხყოფას არავის არ ვაკეთებთ და ეს მინდა ძალიან ნათლად იყოს ხაზგასმული ჩვენი ამოცანა დღეს არ იყო არავის პიროვნული შეურაცხყოფა იყო საუბარი იმ პოლიტიკურ რეალობაზე რომელიც ქვეყანაში გვაქვს ანუ არაფორმალურ მმართველობაზე და ამისი გამოვლინება არის ის ხელისუფლება და სახელმწიფო გუნდი რომელიც ჩვენ დღეს ვყავს და რომელიც მივიდა რა თქმა უნდა ეს ოღონ არ ათავისუფლებს არც პრემიერ კვირიკაშვილს და არც იმ გუნდს რომელიც დღეს ჩვენს წინაშე წარდგა პარლამენტში პოლიტიკური პასუხისმგებლობისგან იმ პრობლემებზე რომელიც ქვეყანაშია ძალიან კომფორტული პოზიცია უნდათ მათ რომ დაიჭირონ რომ ქვეყანაში არსებული პრობლემები მათ არ ეხებათ პრემიერ-მინისტრის შეფასება მაგალითად იმაზე რომ მან არ იცის რუსთავი 2 საქმის დეტალები მე გულწრფელად მიმაჩნია რომ იყო საკმაოდ ზღვარგადასული იმიტომ რომ როგორ შეიძლება პრემიერ-მინისტრმა არ იცოდეს რა ხდება რუსთავი 2-ის თემის სირგულივ ნებისმიერ ადამიანმა რომელიც პოლიტიკაში არის ჩართული და არა მხოლოდ თქვენმა მაყურებლებმა მათ შორის საქართველოს მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის რა პრობლემები არის რუსთავის გარშემო რა პროცესები მიმდინარეობს და როგორ შეიძლება იმის თქვა რომ პრემიერ-მინისტრი არ ერკვევა და არ იცნობს ამის დეტალებს როგორ რომ არ არის ეს ნორმალური შეფასება ამიტომ მათი მცდელობა რომ გაექცნენ პასუხისმგებლობას ჩემი აზრით დასრულდება უშედეგოდ აქედან გამომდინარე რა თქმა უნდა ჩვენ ესეთი ტიპის ინტერაქციების დროს კაბინეტთან ყოველთვის გვექნება მითითება იმაზე რომ ეს არის ერთი კონკრეტული ადამიანის მიერ ხელდასმული მთავრობა და ძალიან ბევრი კანდიდატი მათ შორის ამ კაბინეტში კონკრეტულად ბატონი ივანიშვილის მიერ არის შერჩეული ისევე როგორც ფოთაშვილის საპარლამენტო უმრავლესობის ძალიან დიდი ნაწილიც მის მიერ არის კონკრეტულად შერჩეული ამაზე მათ თუ უნდათ რომ ამაზე არ ვისაუბროთ და ეს მიიჩქმალოს და წარმოაჩინონ ისე რომ ეს არის პრემიერი კვირიკაშვილი და ქართული ოცნება ივანიშვილის გარეშე არ იქნება ეს სწორი ჩვენ ამას არ დავუშვით არავითარ შემთხვევაში აი თუ შეგიძლიათ მითხრათ დამიკონკრეტოთ რაში გამოიხატება ის რომ კვირიკაშვილი არის დამოკიდებული ივანიშვილზე და მთავრობა გადაწყვეტილებებს იღებს კონკრეტულ ადამიანთან შეთანხმებით გასაგებია რომ ეს მოსაზრება არსებობს თუმცა რა ფაქტობრივი არგუმენტები უმყარებს აი ამ მოსაზრებას საფუძველს ერთ მარტივ მაგალითს მოგიყვან, ორ მაგალითს, კაი, რადგანაც ჩამეკითხეთ ამ თემაზე, ავით მე მგონია რომ ეს ეჭვს მიღმარი, მაგრამ რადგანაც მაინც ჩამეკითხეთ და ორ მაგალითს მოგიყვან. ერთი არის მთელი განვითარებები და ეპიზოდი ბატონი ღარიბაშვილის გადადგომის და მე რაც თვითონ დაადასტურა ბატონმა ივანიშვილმაც რომ ის იყო ასე ვთქვათ მოთავე ამ იდეის და მეორე ხო დაგავიწყდათ რომ აი სულ რამდენიმე თვის წინ ყოფილი სპიკერი პარლამენტის ბატონი უსუფაშვილი ღიად საუბრობდა იმ დისკუსიაზე რომელიც მას
და პრემიერ კვირიკაშვილს ჰქონდა ბიძინა ივანიშვილთან ზოგადად პოლიტიკასთან დაკავშირებით ქვეყნის შიგნით, როგორც მომავალ არჩევნებთან, ისე ზოგადად პოლიტიკურ კონფიგურაციასთან. ახლა მეტი მტკიცებულება, როდესაც ქვეყნის მეორე პირის სპიკერი საუბრობს იმაზე, რა როლი აქვს ივანიშვილს, როგორ იღებს ის გადაწყვეტილებას, როგორც საკადრო, ისე პოლიტიკურ საკითხებზე, მეტი რაღა უნდა ითქვას ახლა, ხო? და ეს კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის უბრალოდ ორი ეპიზოდი, ეს უცბად რაც გამახსენდა. ძალიან ბევრი მაგალითი არის იმისა, მათ შორის ბატონ ივანიშვილის ნებისმიერი გამოსვლა სატელევიზიო ბოლო პერიოდში პირდაპირ დასტურია, სადაც პირდაპირ საუბრობს. მაგალითად პირველ პირში მე გავაკეთე, მე მოვხსენი, მე მოვიყვანი. ესეთი არის უამრავი მაგალითი და მე მგონი ამაზე ახლა კონკრეტული ეპიზოდების და მაგალითების მოძებნა ძალიან შორს წაგვიყვანს, ყველამ ძალიან კარგად იცის ეს. მაგრამ ასევე მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო ის რაც ითქვა აქ თვითონ ხტომის დროს, რომ ნამდვილად არის ესეთი შემთხვევები, როდესაც საერთაშორისო პარტნიორები ჩვენი, მათ შორის საუბრობენ და აღიარებენ იმას, რომ ესენი პრობლემებს ვერ წყვეტენ იმის გამო, რომ გადაწყვეტილებები არ მიიღება მთავრობაში და მიიღება მთავრობის მიღმა. ეხლა ეს არის რეალობა და ამის დამალვას აზრი არ აქვს. ბატონო სერგი, თქვენ უთხარით აი ამ გასაუბრების დროს უმრავლესობას, რომ არაპირადად თქვენ, მაგრამ ნაციონალურმა მოძრაობამ, რომ ელჩების გვარებს, სახელებს და ვისი მხრიდანაც იყო ასეთი მოსაზრება, ვისაც მიაწერეთ თქვენ, ეტყვით მართლაც და ვისგან მოისმინეთ, მათ მაინც ეტყვით კულუარულად, არასაჯაროდ. ყველაფერი იცის ძალიან კარგად და ის ახლა სპექტაკლი, რომელიც გაათამაშეს აქ, რომ ეს იყო მათთვის ახალი ამბავი, ეს ნამდვილად არ დარჩება, ეს ყველამ კარგად იცის, ეს შეუმჩნეველი არ დარჩა არავის. ეს იყო ჩვეულებრივი დადგმა, მათ ძალიან კარგად იციან, რომ ეს პრობლემები არსებობს და ეს ეხება კიდევ ერთხელ მარტო კვირიკაშვილს არა, ეს ეხება მთელ კაბინეტს, ძალიან ბევრ თემაზე მართლაც და ჩვენს პარტნიორებს უწევთ საუბარი სწორედ ოლიგარქთან, ბატონ ივანიშვილთან და არა პრემიერ კვირიკაშვილთან. შეიძლება სხვა შემთხვევაში ისე იღებდეს მართლა გადაწყვეტილებებს, რაღაც საკითხების ხანად გადაწყვეტილი იყო, მაგრამ სამწუხარო რეალობა გვაქვს ასეთი. ბატონო სერგი, ხშირად ნაციონალური მოძრაობა და თქვენი მხარდამჭერთა წრე უჩივის ქართულ ოცნებას იმას, რომ როგორც კი მათ თქვენ უსვამთ რამე საქმეზე კითხვას, ისინი პასუხობენ 9 წლის პერსპექტივიდან, ისტორიიდან. თუმცა დღეს რომ მიგვედევნებინა თვალი თქვენი შეხვედრისთვის ხელისუფლებასთან, მომავალ მთავრობასთან, იქაც შევნიშნავდით, რომ თქვენ საუბრობთ სულ ბრალდებების ტონით და გასული 4 წელი ფიგურირებს თქვენს შეკითხვებში. აი რა არსებითი კითხვა დასვით თუ შეგიძლიათ მითხრათ 1, 2, 3 მაინც ისეთი, რომელიც მათ ხედვებზე, მათ იდეებზე, მათ ტემპზე თუნდაც უფრო მეტ ინფორმაციას მოგცემდათ ან თქვენ და ან აუდიტორიას. საქმე რა შეეცით, ჩვენ რა თქმა უნდა საუბრობთ გასულ 20 წელიწადზე, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ხელისუფლება იყო პასუხისმგებელი იმაზე, რაც ხდება ქვეყანაში ბოლო 20 წლის განმავლობაში და როგორც ხელისუფლებაში ყოფნის დროს მათ ჰქონდათ საშუალება თუ რამე მანამდე არასწორი იყო გამოესწორებიათ და უფრო მეტიც ბევრი რამე გაეკეთებიათ, მათ ეს არ გააკეთეს. არათუ არ გააკეთეს. მათივე წარმოდგენილი ხედვა პროგრამის, იმ რაღაც კარიკატურული რამდენიმე გვერდიანი პროგრამის, რომელიც ჩვენ აქ დაგვირიგეს პარლამენტზე. მათ მიერ გაკეთებული წინასაარჩევნო განცხადებები, რომ შევადაროთ მაგალითად და დაპირებები, რომ შევადაროთ იმ საბიუჯეტო პროექტს, რომელიც წარმოადგენს. ერთი რამე არის აბსოლუტურად ცხადი ამის შედეგად, ისინი არაფრის შესწვას არ აპირებენ. არც ერთი მიმართულებით, არც ეკონომიკურ პოლიტიკაში, არც განათლების პოლიტიკაში, არც სოციალური კუთხით, არც საგარეო პოლიტიკით. არაფრის შესწვას არ აპირებენ. დღეს დაადასტურეს პირდაპირ შეხვედრაზე, რომ მაგალითად პენსიების 2017 წელს არ გეგმავენ. დღეს პრაქტიკულად დაადასტურეს, რომ მასწავლებლებისთვის ხელფასის გაზრდა არ მოხდება. ეს დაადასტურეს, რომ არანაირი ახალი გეგმა არ გააჩნიათ იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა გაამყარონ ლარი და ამას ყველაფერს აბრალებენ რეგიონში არსებულ რაღაც ეფემერულ სიტუაციას. მაგალითად, პრემიერმა დღეს არასწორი ინფორმაციაც მოიყვანა, უბრალოდ რო არ იყო ყველაფერზე რო გაგვეცა პასუხი, ნახეთ როგორ დინამიკურად მიდიოდა ეს დისკუსია. მან თქვა, რომ 2012 წლამდეო ჩვენო კი ვიზრდებოდითო სწრაფათო, მაგრამ რეგიონშიო ჩამორჩებოდით საშუალო ზრდასო სხვა ქვეყნებისო. არასწორი არის, უბრალოდ ტყუილი არის. 2009-შიც, 2010-შიც, 2011-შიც და 2012-შიც საქართველოს ეკონომიკურის და იყო უფრო მაღალი, ვიდრე ჩვენი მეზობლების ეკონომიკურის და რო ავიღოთ და საშუალო გამოვიყვანოთ იქიდან. ანუ ამით იმის თქმა მინდა, რომ არ ეთყობა ამ ხელისუფლებას, რომ ისინი რაიმე შესვლას აპირებენ და ეს არის ძალიან სამწუხარო ქვეყნის მოსახლეობისთვის პირველ რიგში, იმიტომ რომ ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა როგორც უსაფრთხოების, ისე საგარეო პოლიტიკის კუთხით შევა უფრო ღრმა ჩიხში. ჩვენ მქონდა გუშინაც საკომიტეტო მოსმენებდეთ კონკრეტული კითხვები სხვადასხვა მიმართულებით, მაგალითად საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. მაგალითად, ვეკითხებოდით შესაბამის მინისტრებს და პრემიერ-მინისტრს დღეს, რატო არა 4 წლის განმავლობაში
საქართველოს თავის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პარტნიორთან უკრაინასთან არ განახორციელა არც ერთი მაღალი დონის ვიზიტი, არც ერთი, არც პრემიერ-მინისტრის და არც საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე. ამაზე პასუხი ბუნებრივი არ არის. ჩვენ მას ვეკითხებით, რატო არის რომ საქართველოს არ იდებს თავს რუსეთთან კონდეს დიპლომატიური კონფრონტაცია ბჭყალებში, სოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ფარგლებში და მართლმსაჯულების სასამართლოს ფარგლებში. ამაზე პასუხი არის რომ 4 წლის განმავლობაში არაფერი არ გაუკეთებიათ და არც აპირებენ როგორც შანსს. ანუ კონკრეტული კითხვები გვაქვს ჩვენ. ვერ ვიღებთ ვერაფერს. აი უკრაინის თემაზე მათ გიპასუხეთ პრინციპში და პრემიერმა მომავალმა გიპასუხათ რომ აქ დიდი წვლილი ჰქონდა ოდესის გუბერნატორსაც, თუმცა აუდიტორიამ ეს ფრაგმენტები ნახა და ამიტომ ჩვენ ცოტა დრო გვაქვს ფინალური კითხვა მინდა დაგისვათ. მაინც მაინტერესებს თქვენ ახლა მომავალი მთავრობის ყველა პასუხს, მომავალი პრემიერის ყველა გამოხმაურებას თითქმის რაც მე ახლა მოვისმენე აფასებთ არაკვალიფიციურად, შეგიძლიათ თუ არა გამოყოთ ერთი კანდიდატი მაინც რომელიმე მინისტრობის ან ერთი ორი ან ერთი კითხვა, ერთი პასუხი რომელიც თქვენ მოგეწონათ, რომელიც მიიჩნიეთ კვალიფიციურად. შეუძლებელია რომ ობიექტური შეფასების პირობებში ასეთი არ არსებობდეს. არა, რა თქმა უნდა, არის კონკრეტული თემები, რომელზეც კარგი იქნება რომ რაც ითქვა ის გაკეთდეს, იგივე მაგალითად განათლების კუთხით, იგივე მაგალითად საგარეო პოლიტიკის კუთხით, მაგრამ აქ საუბარი იმაზე კი არ არის, ჩვენ რა მოგვეწონა კონკრეტულად და რომელი თემა არის ჩვენთვის მისაღები. ბევრი საკითხია, რომელზეც ჩვენ მაგალითად ვადავართ, რომ ვითანამშრომლობთ მათთან თუ ეს წავა სწორი მიმართულებით. მაგალითად იგივე დეოკუპაციის კუთხიდან, იგივე ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებთან, ჩვენ თანამოქალაქეებთან, აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობის კუთხით. ბევრი თემა არის, რომელზეც იდეის დონეზე სწორი რაღაცეები ისმის, მაგრამ 4 წლის განმავლობაში კონკრეტული ნაბიჯები არ მინახავს. ამ ჩემი ყველაზე დიდი პრობლემა ამ მთავრობასთან ის კი არ არის, რომ ისინი რას ამბობენ. სადღეგრძელოების დონეზე ძალიან კარგი რაღაცეები ითქმის, მაგრამ ეს რამდენად გაკეთდება, ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი პრობლემა. თორე ხო მაგალითად გუშინ განათლების მინისტრს ვსმენდით, რომელმაც ძალიან კარგი თეორიულად იდეები წარმოთქვა კომიტეტის ხდომაზე. მაგრამ როცა ვიცით, რომ ეს იდეები კარგია, მაგრამ რეალურად ბიუჯეტში ფული არ არის ჩადებული, რომ მასწავლებლის ხელფასი გაიზარდოს. ამ დროს მინისტრი ამბობს, რომ მასწავლებლის პროფესია უნდა გახდეს ღირსეული. შესანიშნავი განცხადება არის და სრულიად ვეთანხმებით ამას, მაგრამ ფული თუ არ დებს, რომ ხელფასი გაეზარდოს, თუ არ არის კონკრეტული ახალისების მექანიზმები, რომ მისთვის მუშაობა სკოლაში იყოს უკეთესი. ეს რჩება უბრალოდ ლიტონ სიტყვებად. ესაა ჩვენი მთავარი პრობლემა ხელისუფლება. ამიტომ ძალიან ძნელია ჩემი ხედვით შევაფასო რომელიმე კონკრეტული მინისტრობის კანდიდატი. ეს ყველაფერი გამოჩნდება ძალიან მალე. თუ მოხდება, ერთ რამეს დავამატებ, უბრალოდ თუ მოხდება ისე, რომ ამ მიმართულებებით მათ ექნებათ პროგრესი, მერწმუნეთ, მე ვიქნები პირველი, რომელიც ამას ტაშ დაუკრავს და მიესალმება, მაგრამ ეჩვი მეპარება, იმიტომ რომ 4 წელი არაფერი არ გაუკეთებიათ ამ კუთხით და დიდი ეჩვი მაქვს, რომ არც შემდეგ 20 წელიწადში არაფერს არ გააკეთებ. მადლობა სერგი კაპანაძის პარლამენტის ვიცე-სპიკერს, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელს, რომელიც პასუხობდა რვიანის შეკითხვებს. ჩვენ შემდეგ სტუმართან მივდივართ პატრიოტთა ალიანსიდან ადამ არშანია, თუმცა ვიდრე მასთან დავიწყებდეთ დიალოგს, მანამდე მოდით ნახოთ რამდენიმე ფრაგმენტი, როგორი მწვავე იყო დღეს მათი ლიდერი, ასევე ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი შეხვედრისას მომავალ მთავრობასთან. ვის არ ვუჭერ მე მხარს და ვის არ ვუჭერთ ჩვენ მხარს წარმოდგენილ კანდიდატთა შორის. ეს არის კულტურის მინისტრობის კანდიდატი ბატონი მიხეილ გიორგაძე, მან იცის ჩემი პოზიცია ამასთან დაკავშირებით. მთავარი თემა, რაზე ჩვენ საუბრობთ, საყდრისთან დაკავშირებული პროცესები და მოვლენები. მართალია ბატონი გიორგაძე თვლის, რომ სწორად მოიქცა და შემაშფოთებელია თქვენი განცხადება, პირდაპირ გეტყვით, რომ არ ნანობთ იმას, რომ ხელი მოაწერეთ მაშინ იმ ბრძანებულებას და დღესაც დაუშვებდით საყდრისის აფეთქებას. შემაშფოთებელია ეს განცხადება. თქვენი ბრძანებულებით, რომლის თანახმადაც მოუხსენეთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, უძრავი ძეგლის სტატუსი საყდრის, მეორე დღეს აფეთქდა საყდრისი, დაუშვით ამ ძეგლის განადგურება. მე არ დაგისვამთ კითხვას, გრძნობთ თუ არა პასუხისმგებლობას, იმიტომ რომ თქვენი განცხადებებიდან კარგად ჩანს, რომ თქვენ ამ პასუხისმგებლობას არ გრძნობთ და ვერ გრძნობთ. ამიტომ ერთადერთი რამის დაპირება შემიძლია მე ახლა ამ პოსტიდან თუ ამ სიმაღლიდან, რაც არის, ისე მერჩივნა ქვემოთ მჯდარიყავი ქვედაიარუსზე, უფრო თავისუფლად ვისაუბრებდი. ცუდია, როცა თქვენ ვერ გრძნობთ ამ პასუხისმგებლობას და მე გარწმუნებთ, რომ ერთჩვენიერ დღეს თქვენ აგებთ პასუხს ამის გამო, საყდრისის დანგრევის გამო და როცა ციხეში მოხვდებით ბატონო მიშა, მაშინ ბევრი დრო გექნებათ იფიქროთ, სწორად მოიქეცით თუ არ მოიქეცით, როცა იმ ბრძანებულებას მოაწერეთ ხელი. მე არ დაუჭერ მხარს ბატონ გიორგი და ვერ დაუჭერ მხარს
გიგლა აგულაშვილს, გარემოს დაცვის მინისტრობის კანდიდატს, მან ეს გადასარევად იცის. ზუსტად 1 წლის წინ ამ დროს ჩვენ ვშიმშილობდით მთავრობის სახლის წინ. მაშინ ჩვენ ვშიმშილობდით იმის გამო, რომ მოხდა საგარეჯოს არჩევნების გაყალბება და ამ არჩევნების გაყალბებაში პირდაპირ მონაწილეობდით თქვენ, ბატონო გიგლა. თქვენაირი მინისტრი იმიტომ არ უნდა ყავდეს ამ ქვეყანას, რომ თქვენ დადიოდით გაშლილი ლეპტოპით ხელში იორმუღალოს სოფლებში. ატყუებდით უსინდისოდ იქაურ მაცხოვრებლებს, ეუბნებოდით, რომ ირმა ინაშვილმა ღორის თავი დაკიდა მეჩეთზე. დიახ, ამას ამბობდით და უამრავი მოწმე ყავს ჩაწერილი, რომელიც ამას დაგიდასტურებთ. და მიზან მიმართულად აღვივებდით რელიგიურ შუღლს, ცილს ვწამებდით და აწარმოებდით ჩვენ წინააღმდეგ უზნეო კამპანიას. არ შემიძლია არ თქვა, რომ მინისტრებთან ასეთ კონტექსტში, რაკურსში საუბარი, რომ თქვენ აუცილებლად ციხეში უნდა იჯდეთ, ჩემი აზრით არ შეესაბამება ამ ფორმატს, ამისთვის მადლობა ღმერთს, თუ თქვენ გაქვთ რაიმე დასაბუთებული პრეტენზია, არსებობს შესაბამისი ინსტიტუციები და ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ შეკითხვას და მათ შორის ჩემი კაბინეტის წევრი მინისტრობის კანდიდატები გავცეთ პასუხი. ჩვენი სტუმარი ადამ მარშანია, საპარლამენტო ფრაქცია საქართველოს პატრიოტები. სამშვიდობისა, ქალბატონო ადამ, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. შეგვიძლია თუ არა დავასკვნათ, რომ პატრიოტთა ალიანსი, რომ არა ეს ორი მინისტრობის კანდიდატი, გიორგაძე და აგულაშვილი, ხმას მისცემდა მთავრობის ამ კონკრეტულ შემადგენლობას. საღამომშვიდობის, რასაკვირველი არა, ასე დასკვნას ჩვენ არ უნდა ვაკეთებდეთ. უბრალოდ თქვენ აჩვენეთ ამონარიდი ქალბატონი ირმას გამოსვლისა. საშუალება არ არის ბევრი მე მესმის. ჩვენც არ გქონდა მაინც და მაინც ბევრი დრო და საერთოდ დაჩქარებული ტემპებით მიმდინარეობს მთავრობის შემადგენლობის განხილვა სამწუხაროდ. მაგრამ მაინც მოვასწარით რაღაცეები. მთავარია, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ დავწმუნდით ჩვენს პოზიციაში იმის თაობაზე, რომ ამ შემადგენლობას ჩვენ ხარი არ უნდა დაუჭიროთ და არ უნდა დავამტკიცოთ. მხოლოდ იმიტომ კი არა, რომ ჩვენ არ შეგვირჩევია ეს გუნდი მთავრობის, არამედ შერჩეული კანდიდატებიც არ არიან იმ კვალიფიკაციის მატარებელი, იმ შინაარსის მატარებელი ადამიანები, იმ ხედვების და მონდომების მატარებელი ადამიანები, მებრძოლი ადამიანები, რომლებიც გაუკლავდებიან ძალიან ძიმე გამოწვევებს, რომელიც ჩვენს ქვეყანას. ქალბატონო ადა, თავად პრემიერობის კანდიდატს უკვე ყოფილ პრემიერ-მინისტრს როგორ შეაფასებდით და მის პასუხებს, როგორ გამოიყურება ის პარლამენტში თქვენს წინაშე? პირველ რიგში მე მივმართე პრემიერობის კანდიდატს ბატონ კვირიკაშვილს და დავიწყე სამწუხარო და საუბედურო პრეტენზიით ჩვენთვის მთავარი პრეტენზიით, მთავარ საკითხზე, რომელიც ქვეყანაში კიდევ ერთხელ დავწმუნდი მე კვირიკაშვილის გამოსვლიდან, რომ არ არის მთავარი საქმე, ეხება ჩვენს ტრაგიკულ და ბედკრულ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებს და საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის გამძლიანების აი ასეთ დამძიმებულ საქმეს. სამწუხაროდ ბატონ კვირიკაშვილის გამოსვლა უფრო გავდა არც თუ ისე ცუდ მინისტრობის კანდიდატის გამოსვლას ეკონომიკის დარგში, ეკონომიკური განვითარების და ინფრასტრუქტურის დარგში. ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი მან გაახმოვანა დღეს. ძალიან ბევრი მართლაც რომ სასიცოცხლო, საინტერესო და სასარგებლო და საჭირო ჩვენი ქვეყნისთვის საკითხები გააშუქა, გეგმები გაგვაცნო, ეს ყველაფერი რასაკვირველია მოსაწონია. მხოლოდ წარმატებებს უცურვებ ჩვენ მას ამ დარგში და ამ საკითხების გადაწყვეტაში,
მაგრამ ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის მთავარია რას ვაკეთებთ ჩვენ, როგორ მივიწევთ წინ აი ამ საკითხში, რასაც ქვია ქვეყნის გამთლიანება. რამოდენიმე დღის წინ, სულ ეხლა ხანს, გუშინ წინ, ჩვენ კიდევ ერთხელ ძალიან სასტიკად შეგვახსენა ამ საკითხმა თავი, იცით თქვენ რომ ჩვენი გალი უკვე ოფიციალურად გამოცხადდა როგორც სამხედრო ქალაქი გალი, აი ასე მოიხსენიება უკვე ის რუსეთის ფედერაციის მასმედიაში და წყაროებში. ეს არის კატასტროფა. ამაზე თქვენ პასუხები ვერ მიიღეთ, ქალბატონო ადა, უკაცრავად რომ ჩაგეჭრებით ახლა. ამაზე ამ კითხვებზე რაც გაქვთ და კონკრეტული ხედვა თქვენ ვერ ამოიკითხეთ პრემიერის ან მინისტრების პასუხები ვერ არა, რასაკვირველია, ამ საკითხზე მე მივიღე ძალიან ზოგადი, ძალიან ისეთი უგულო წინადადებები და პასუხები. მე ვერ დავინახე რომ ეს შემადგენლობა ცდილობს შესთავაზოს და მოიფიქროს და გაიაზროს სერიოზული გეგმა აი ამ საკითხის მიმართებაში. მძიმდება და მძიმდება ეს საკითხი. ჩვენ ხო ყველა ვხედავთ ამას კარგად. ესე იგი ჩვენ სტრატეგიაში, ჩვენს ტაქტიკაში, ჩვენ ვიმეორებთ ერთი და იგივე შეცდომებს. არ მიმდინარეობს ანალიზი იმისა, თუ რა ვითარებაში არის ქვეყანა, რა ხდება ჩვენს გარშემო, რა უმძიმესი გამომწვევების წინ ვართ ჩვენ და რაღაცა პოსტფაქტუმ განცხადებებს ვაკეთებთ და მივსდევთ უკან უკვე მომხდარ ტრაგიკულ ქალბატონო ადა. არადა. დიახ, აი დიახ უკაცრავად, აი ჩვენ დროის შეზღუდულები ვართ, უკაცრავად რომ გაწყვეტინებთ. მე მაინტერესებს ასეთი რამ ვიკითხო, გასაგებია თქვენი თითქმის ყველა საკითხში აცდენა ნაციონალურ მოძრაობასთან, თუმცა ერთობლივად ქვიათ ოპოზიციური ძალები პარლამენტში, ხელისუფლების ოპოზიცია. მე მაინტერესებს გაიზიარებდით თუ არა მათ დღევანდელ ერთ-ერთ მთავარ გზავნილს, რომ კვირიკაშვილი, მომავალი პრემიერი და ყოფილი პრემიერი არის ნომინალური ფიგურა და მისი წონა არის ნულის ტოლი პოლიტიკაში და ის არ იღებს გადაწყვეტილებებს. ეს აზრი თქვენთვის გაზიარებადია, მოდით ასე ვიკითხოთ თუ არა. პირველ რიგში მე მინდა გითხრათ თქვენ რომ ნებისმიერი განცხადება ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ამ პარლამენტის კედლებში ჩვენთვის არის მიუღებელი. პირველ რიგში მორალური თვალსაზრისით. ამ ეგრეთ წოდებულ პოლიტიკურ ძალას საერთოდ არ აქვს უფლება რამე განცხადება გააკეთოს ჩვენი ქვეყნის პრობლემებზე, საკითხებზე და საერთოდ არ უნდა იყვნენ ისინი ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში, მაგრამ აი ეს ზუსტად რომ ქართული ოცნების პოლიტიკა გრძელდება კოჰაბიტაციის და ეს ეგრეთ წოდებული პოლიტიკური ძალა აი უკვე მეორედ პარლამენტში არის წარმოდგენილი, მას ქვია ოპოზიცია და მეორე პოლიტიკური ძალა არის რატომღაც პარლამენტში. მე ვერ გავიზიარებ რასაკვირველია ამ პოზიციას და საერთოდ იქნებოდა უპრიანი რომ რაც შეიძლება მომხდარიყო ნიველირება ამ ძალის, მაგრამ ხედავ ჩვენ თვალნათლივ რომ ეს ორი პოლიტიკური ძალა, ეგრეთ წოდებული ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება ძალიან ერთმანეთს რაღაც ჩვენთვის ბოლომდე გაუგებარ პოლიტიკას ატარებენ ჩვენ ზურგს უკან, ჩვენი საზოგადოების ზურგს უკან და მე მგონი ეს ორი ძალა არის უკვე გაერთიანებული ერთ ძალად და აქ უბრალოდ თამაშობანი მიმდინარეობს. იგი ქართული ოცნება არის პოზიცია და ნაციონალური მოძრაობა არის რატომღაც ოპოზიცია ქვეყანაში და ამ პარლამენტში. აი მე მაინც მაინტერესებს კითხოთ ქალბატონო ადა, ივანიშვილის როლს როგორ ხედავთ ქართული ოცნების ზურგს უკან? თუ საერთოდ ხედავთ, ეს ნეგატიურია მისი ჩართულობა, თუნდაც კულუარულად თქვენი აზრით თუ პირიქით პოზიტიურია მისი გუნდისთვის? ბუნებრივია რომ
რაღაცა დოზებით, რაღაც საკითხებში ივანიშვილის ჩართულობა იქნება. ქართული ოცნების გნებავთ საკადრო პოლიტიკაში, გნებავთ საერთოდ მათ მიდგომებში. ეს კარგია თუ ცუდია, ქაბატონო ადა? პოლიტიკური ძალა პრაქტიკულად ბიძინა ივანიშვილის ფიგურის ირგვლივ არის ორგანიზებული და არის პრაქტიკულად ბიძინა ივანიშვილის პირადი პოლიტიკური პარტია. სამწუხაროდ ასე ჩამოყალიბდა. ეს არ არის ჯანსაღი პროცესი რასაკვირველი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს ბატონი ბიძინას ღვაწლი კრიმინალური რეჟიმის გაცილებაში, შვიდობიანი გაცილებაში საქართველოში, მაგრამ მიუხედავად ამისა, არ უნდა მახინჯდებოდეს ასეთ დონეზე ქვეყანაში პოლიტიკური ცხოვრება და პოლიტიკური პროცესები, რასაც ჩვენ ეხლა ვხედავთ ამ მოწვევის პარლამენტში. ეს არ არის ნორმალური პარლამენტი, ეს არ არის მრავალპარტიული პარლამენტი, ეს არის ხელოვნურად შექმნილი პარლამენტი. და ჩვენ აქ მოხდით ჩვენი ძალა, იმიტომ რომ მივიღეთ ძალიან დიდი პროცენტი ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერის და უბრალოდ ვერ გაბედეს, რომ ბოლომდე დიახ, ქალბატონო ადა. ყოფილიყო ჩვენი ძალის ნიველირება. აი, ფინალური კითხვა მაქვს, თუ შეიძლება ძალიან მოკლედ გთხოვთ, რომ მიპასუხოთ, ვიდრე დავასრულებთ, რა სფეროებში გამოგივათ თანამშრომლობა ოცნებასთან, როგორ ფიქრობთ? ნახოთ, ჩვენ გვინდა რომ გამოგვივიდეს თანამშრომლობა ყველა საკითხში, განსაკუთრებულად აი ამ ყველაზე უმძიმეს საკითხში, ქვეყნის გამთლიანება რო ქვია. ჩვენ კონკრეტული წინადადებებით მივმართეთ ბატონ კვირიკაშვილს, მაგრამ არ მივიღეთ მისგან პასუხი. რასაკვირველია, ხვალ უკვე პლენარულ სტომაზე ვაპირებთ ჩვენი რაღაცა პოზიციების გამეორებას და ჩვენი წინადადების გამეორებას და უკვე პლენარულ სტომაზე ველოდებით პასუხებს იმ შეკითხვებზე, რომლებზეც დღეს ვერ მივიღეთ.